არა ეს იგივე ფერად ამს ხო იგივეა მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ეს ბათუმია საპროტესტო აქციების ტრადიციული შეკრების ადგილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ იკრიბებიან მოქალაქეები იმისთვის რომ დააფიქსირონ პროტესტი და თქვან ხმამ ახლა თავისუფლება რეჟიმის წევს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, მათ შორის თავისუფლება პირველ ქალ პოლიტიკურ პატიმარს საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბზია ამაღლობელს, რომელიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება, ასევე თავისუფლება ბათუმელ მედროშეს თემურ ქათამაძის იგივე გაფარილმას, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და მას დღეს სასამართლომ საბოლოოდ უთხრა უარი ლტოლვილის სტატუსიც კი უახლოეს დღეებში თემურ ქათამაძეს, რომელსაც ყველა იცნობს როგორც ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ. მისი გაძევების პროცესი მას შემდეგ დაიწყო ქართული ოცნების რეჟიმმა, როცა ეს გახდა საპროტესტო აქციების, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მათ შორის ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, როცა ყველა აქციაზე ჩნდებოდა საქართველოს დროშით ხელში, ეს არის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი, წლებია ცხოვრობს ბათუმში და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, ფლობს ქართულ ენას. თუმცა ამის მიუხედავად მას საქართველოს მოქალაქეობაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს. ის არის საიმიგრაციო პატიმრობაში, მას შემდეგ რაც ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით 2025 წლის 11-იანვე საპროტესტო აქციაზე და ამის შემდეგ უკვე თემურ ქათამაძე მითხოვა ლტოლვილის სტატუსი, რადგანაც ის ამბობს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მას ელოდება უკანონო პატიმრობა, რადგანაც ის უწევდა გარკვეულ მომსახურეობას თურქეთში ფეთულა გიულენის ჯგუფის წევრებს. ეს იყო სათარჯიმნო და იურიდიული მომსახურეობა და სწორედ ამის გამო ის თulis და აქვს თავისი დასაბუთება, რომ შეიძლება აღმოჩნდეს გახდეს უკანონო პატიმარი თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, თუმცა მას ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ ეს გაწყვეტილება გაასაჩურა ბათუმელ მედროშემ სასამართლოში, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოც მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. სააპელაციო სასამართლოს ეს გაწყვეტილება არის საბოლოო და არ საჩივრდება, შესაბამისად უახლოეს დღეებში ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ. მოდი გავისაუბროთ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს, მათ შორის ბათუმელი მედროშის შესახებ ლარა ქარცივაძეს ხედავ, სტუდენტს, რომელიც ასევე ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა უკვე ბათუმის აქციების თავის შეძახილებით, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობას და ასე შემდეგ. ლარა, ბათუმელ მედროშის შესახებ მინდა გითხრათ, დღეს საბოლოო გაწყვეტილება მიიღო თემურ ქათამაძის შესახებ სასამართლომ, მას უარი უთხრეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც კი. უახლოეს დღეებში მას გააძევებენ ქვეყნიდან. რას ფიქრობთ თქვენ სასამართლოს ამ გაწყვეტილებაზე? მოულოდნელი იყო ასეთი გაწყვეტილება? არა, ამ სასამართლოსგან ყველა გადაწყვეტილება არის მოსალოდნელი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს წინააღმდეგ კეთდება. თემურ ქათამაძე იყო ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული და მას სამწუხაროდ არ მიენიჭებენ ლტოლვილის სტატუსი და ასევე ემუქრება ის, რომ თურქეთში შეიძლება ის გახდეს ასევე სამწუხაროდ სახელმწიფოს პოლიტპატიმარი თურქეთში. პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამას თავად ამბობს, ხო? კი. თან როგორც ვიცით, არა აქვს ისეთი კარგი დამოკიდებულება სახელმწიფოს თურქეთის სახელმწიფოს თემურ ქათამაძის მიმართ და ეს უფრო საშიშროებას ქმნის იმას, რომ მასზე განხორციელდება ზეწოლა და სამწუხაროდ ძალადობა თურქეთის ციხეში. რა საჩვენებს გქონდეს ეს ამბავი, თემურ ქათამაძის ისტორია, რომელიც წლებია ითხოვს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობას, ეს ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი. რასაც ეტყოდით ჩვენს მაყურებლებს, რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი თემურ ქათამაძეს? მისი კულტურული და ისტორიული ისტორია იმდენად დაუფასებელია სამწუხაროდ აჭარლების და ქართველების მხრიდან, რომ რეალურად უფრო მეტად უნდა გვეცადა, რომ დაგვეცავა თემურ ქათამაძე. თუმცა სამწუხაროდ, რომ აი სახელმწიფოს ტერორმა მას ძალიან მარწუხებით ყველა მხრიდან მოუჭირა და თან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ეს დამატებითი საფუძველი იყო იმის, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ზეწოლა განახორციელებია მასზე. ხო, შესაბამისად თემურ ქათამაძე დღეს არა მხოლოდ პოლიტპატიმარია რეალურად, არის ის ისტორიული პიროვნება, რომელსაც შეეძლო ეს
კულტურა დაეძილებინა თურქეთში, მუჰაჯირების კულტურა. თუმცა რეალურად დღეს ყველა ტერორში ვართ, ყველა გვაშინებენ და ის რაც მიიღეს დღეს გადაწყვეტილება სასამართლო, მოსალოდნელი იყო ყველაფერი. მადლობა ეს ლარა ქარცევაძე იყო სტუდენტი თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 153 საღამო როცა მოქალაქეები ისევ იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე და გამოხატავენ პროტესტს იმაზე რაც ქვეყანაში ხდება როცა ოსების რეჟიმი ცდილობს აქტიურად დაამყაროს ქვეყანაში რუსული დიქტატურა და როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები ამიტომ დღეს საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეები ამბობენ რომ აღარ არის გაჩერების და წინამორბედობის შეჩერების დრო მაშინ როცა ქვეყანაში ყავს პოლიტიკური პარტიები სინდისის პარტიები მათ შორის არის ბათუმელი მედროშე რომელსაც აძევებენ ქვეყნიდან უკვე მას საბოლოოდ უთხრა სასამართლო მუარი ალტოლველის სტატუსზე ასე როცა სინდისის პარტიარი ეკავე ბათუმელი სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ასევე მზია ამაღლობელი ჟურნალისტი რომელიც გამოცემა ბათუმელების განედგაზეთის დაფუძნებელი და დირექტორია ის პირველი ქალი პოლიტიკური პარტიარია საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ამ დრომდე რჩება უკანონო პარტიურობაში არაერთი გარემოება აჩვენებს იმას რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პარტიარი მათ შორის ამას აჩვენებს იგივე კვალიფიკაცია რომ სილის გაწვნის გამო იდავებიან მზია ამაღლობელს პოლიციაზე თავდასხმას მაშინ როცა სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ამაზე მოვისმინეთ არაერთი უფლებადამცველის და იურისტის განმარტება მათ შორის უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში აჩვენებს რომ სილის გაწვნა არ არის პოლიციელზე არ შეიძლება განვიხილოთ როგორც თავდასხმა და ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ არაერთი ისტორია არაერთი მაგალითი როცა უზენაეს სასამართლოს მიუღია გადაწყვეტილება და უთქვამს რომ გაცილებით მძიმე შემთხვევებშიც კი როგორიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა რამაც გამოიწვია სისხლის ჩაქცევები მაგალითად ან პოლიციელის დაჭრა რამაც პოლიციელი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია ეს შემთხვევებიც კი არ შეუფასებია უზენაეს სასამართლოს როგორც თავდასხმა, რადგანაც სასამართლო ამოხელებს ყურადღებას განზრახვაზე და ზიანის ხარისხზე, რომელიც ამ შემთხვევებში დადგა და დამეთანხმებით ბევრად უფრო მძიმეა შემთხვევები, რაც მე ჩამოთვალე, ვიდრე სილის გაწვნა. გარდა ამისა, გაყალბებული ოქმით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით და სრულმოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ედავებიან მზია ამაღლობელს ამ ბრალს უმთავრესი კი არის გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც პატიმრობა შეუფარდა ანინო სახელაშვილმა მოსამართლემ მზია ამაღლობელს ეს ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში. მოდი გავისაუბროთ სხვა მოქალაქეებს მოგესალმებით ჩვენს პირდაპირ ეთერში დღეს დილიდან გააქტიურდა რეპრესიების მორიგი ტალღა ქვეყანაში დაიწყეს ერთდროულად რამდენიმე ფონდის მფლობელის ან მათი წარმომადგენლის აქტივისტების სახლების ჩხრეკა რას ნიშნავს თქვენთვის ეს გააქტიურება ივანიშვილის რეჟიმისგან აგონიაშია რეჟიმი ქვეყანაში უკვე ავტოკრატია გვაქვს და არსებულმა ხელისუფლებამ ყველა ხელი ჩაკეტა დემოკრატიულ სამყაროსთან და ესე უნდა დააკანონოს ავტოკრატია ქვეყანაში, მაგრამ არ გამოუვა ჩვენ არავად სხვა ქვეყნის წარმომადგენლი ამ ქვეყანაში დავიბადეთ, გავეზარდეთ და ვიცით რა არის დემოკრატია, ვიცით რა არის ადამიანის უფლებები, მაგრამ რაც უფრო მარწუხს მოუჭერენ, ეხლა თუ გადავხედავთ ისტორიულ წარსულს, მაშინ ვერ შეძლეს ახლა საბჭოებს დასჭირდა მთელი 70 წელი რომ გაემყარებინა, მაგრამ საბოლოოდ ნახეთ რაც მოხდა და ახლა ესე ვიღაცის რაღაც გადმოგდებული იმათით ვერ შეძლებენ იმდენად რამდენად რატომ გონიათ რომ ვერ შეძლებენ ანუ რა გაძლევთ თქვენ ამის ამ დასკვნის საფუძველს ხალხის ძოლის უნარიანობა ჩვენ არა მარტო ესენი არაბები, მონღოლები, ანუ არ გამქრალვათ თავისუფლების დინი, რატომ ვახსენებ 20-იანი წლებიდან რომ დაიწყო რეპრესიები, ბოლო პირველი ბოლშევიკები იყვნენ, 37-იანებში რომ დაიწყო მათი დახვრეტა, მაგრამ 56-ში გამოვიდა ხალხი, 78-ში გამოვიდა ხალხი და არ არის ის არც ის საბჭოთა კავშირია და ვერც ესენი შეძლებენ რაღაც ტოტალური მეთოდებით დაიწყონ ახლა ფონდების დაყადაღება და სიკეთის გასამართლებას რომ დაიწყებ შეიძლება არსებობს რაღაც კანონები, მაგრამ ზნეობრივი კანონები უფრო მყარია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის მენტალობა 1000 წლებით არ იცვლება და მათ უნდა იცოდნენ. ეს დაწერილი სცენარები
FSB-ში დაწერილი სცენარები ამ ქვეყანაში არ იმუშავებს. ან თქვენ ფიქრობთ რომ რუსული კრემლის სცენარებით მუშაობს ახლა ქართული ოცნება? ვფიქრობ უკვე ანუ მათი გაკეთებული ყველა ხელწერა 50-იან წლებში კაკებეს თუ მანამდე არსებულ აი სპეცსამსახურების საქმიანობას თუ გადახედავ ერთ-ერთშია რა და თუ გადახედავ ახლა გადავხედავ უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნებში რუსული ჰიბრიდული ომის სცენარებს ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე საქმიანობა, ერთი და იგივე აი ზეწოლები და ამით შეუძლებელია ახლა ესე უცბად ჩვენი გარდასახვა მიუხედავად იმისა 91 წელი, 99 წელი, 91 წელი 2003 წლის ისტორიის წაშლა უნდათ და ამათ ყველაზე მძიმედ შეეხენ ქართველი კაცის ღირსებად, სადაც გმირსა სამართლებენ, როგორ შეიძლება ახლა ანწუხელიძეზე კაცმა თქვა ვიღაცის მსხვერპლი იყო. ხოდა მაშინ საქართველოს ისტორიას ხომ სწავლობთ ჩვენ სამასი არაგველი, ანუ ბასიანი, დიდგორი, მაშინ რას სწავლობთ? ანუ სად არის ჩვენი ისტორია და სად აღირებულებითი სფერო? ამიტომ თქვი რომ კანონი შეიძლება დაწერო, მაგრამ კანონში შეიძლება აღსრულება და რამდენი კანონი დაწერეს და რამდენი კანონი აღასრულეს. ეხლა დღეს მომხდარი ფაქტი ნანუკას ფონდებთან დაკავშირებით და არა მარტო ნანუკას ფონდებთან დაკავშირებით ისინი აყადაღებენ სიკეთეს, მაგრამ ჩვენ ხომ დავინახეთ ეს საქართველოს მოქალაქეები ხომ ხედავენ თვალნათლივ ხედავენ რომ როცა სახელმწიფოს უნდა გაეკეთებია გურიაში, იმერეთში, ვირთოვლობაზე, გინდა აჭარაში ეს გააკეთა ნანუკას ფონდმა. ადამიანებს სიკეთე გაუკეთა ონკოპაციენტებზე, რომლებიც სახელმწიფო უნდა ზრუნავდნენ, გააკეთა ამ ფონდებმა და ეხლა ამ ფონდების შეზღუდვით ისინი ცდილობენ რაღაც მარწუხებში მოგვაქციონ, მაგრამ არ ამგონია ერთ ფონდს დააყადაღებენ, სხვა გზა გამოჩნდება. ანუ ადამიანები არის. ან ეს მიზანი რომ დააშირონ ადამიანები და გააჩუმონ, ვერ მიაღწევენ ამით ამ მიზანს. მე ერთი წელი არ გამოვსულვარ, მაგრამ დღეს აი ამიტომ გამოვედი და ამ საზოგადოებას არა მარტო ქუჩაში შეიძლება გუში ნანუკა არავის არ ახსოვდა, მაგრამ დღეს ქუჩაში გაივლი ტრანსპორტში ახლა ყველგან ნანუკაზე საუბრობენ და ყველა მის სიკეთეზე საუბრობენ. აი ეს გააკეთენ და როცა ეხლა აი ამისთან სულელებს და მართლა სულელებს აკეთებ და არ შემიძლია არ შევეხო გუშინ ზიამაყრობელი სასამართლო პროცესი იყო და აი ეს ცირკი რაც მოაწყენ ეხლა რატომ საუბრობ ხელი შეხება თო რაღაც აბსოლუტური კანონი შეიძლება, მაგრამ ზნეობრივი კანონები არსებობს და ქართველ კაცს ყოველთვის თავი მოსწონდა იმით რომ ჯენტლმენი იყო, ანუ რაინდული ინსტიტუტია ქვეყანაში და თალსასამართლები რაღაც აბსურდული ბრალდებით ეს ხომ პოლიტიკურია და პოლიტიკურია თემურ ხათამაძესთან დაკავშირებით, პოლიტიკურია სინდისის პატიმრები, რომლებიც ახალ ახალგაზრდა ბიჭები, გოგო ბიჭები ციხეში ამდენი დასახიჩლებული, ამდენი ნაცემ-ნაგვიანი ადამიანი და მათ გონიათ ჩვენ შეგვაშინებენ, მაგრამ არა ვერ შეგვაშინებენ, ანუ მაშინ არ მოხდება ამ ქვეყნის გარუსება და ვერ გაარუსებენ მენტალური ისეთად უნდა გადააქცია შეუძლებელია. აი თემურ ხათამაძე ამოუწურეს, ყველა რესურსი ამოუწურეს და ანუ რას ვეუბნებით ჩვენი ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებაც საუკუნეებია ქართველობა არ დაივიწყეს, რომ ესე უნდა მოექცეს სამშობლო იმა. სიცხულია უბრალოდ ყველა ღირებულებითი ხაზი წაშალენ და ეს ღირებულებებით მოვიდა, ტრადიციებით მოვიდა, მისი მენტალობით მოვიდა საქართველო აქამდე უამრავი მტერი მოგიშორებია და ამათაც მოვიდა. ახლა თქვეუნება რომ აი ჩვენ ვიცავთ რაღაცა ტრადიციებს, ვიცავთ სუვერენიტეტს ასევე. საუბარი, ანუ გმირს რომ შეურაცხყოფ. ანწუხელიძეს რომ შეურაცხყოფ, ანწუხელიძეს და მარტო ანწუხელიძე კი არ არის. ჩვენ აფხაზეთის ომი, ჩვენ ბუჩა და ბუჩის ტრაგედია დავინახეთ თვალნათლივ. 93 წელს ხომ ამაზე ვარესი გააკეთა აფხაზეთის რუსებმა. აი ეს ხო ვიცით რა, ხომ ჩვენი ახლობლები იყვნენ, ჩვენი მეგობრები იყვნენ, ვინც ის გზა გამოიარა, ვინც ყოდორის გზა გამოიარა. ეს ყველაფერი ხო ვიცით რომ რუსის მოწყობილია და ისევ იმ რუსეთში ვეღარ დაგვაბრუნდა. შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ შორის დიდი უკსკრულია და მაშინ უნდა გადაგვია რომ გვამებზე რომ გაიარა. ანუ შეიძლება ერთ დღეზე ყველა ანწუხელიძე გახდეს ამ ქვეყანაში და ანწუხელიძე რომ გახდება ყველა, ანუ შეუძლებელია ეხლა ყობახიძე რიგითმა ყობახიძეებმა და ვიღაც მისმა მხარდამჭერებმა ამ ქვეყანაში რამე ისეთი გააკეთონ, რომ
ფაქტიურად ჩვენ ისწვით გავარ და ყობახიძემ გითხრა ევროპას გამოსული. ურავ სავიზო მას ანუ ევროკავშირის მოლაპარაკებები გადაიდო 2028 წლამდეო. და ამის გამო გამოვიდა, რომ აი გრიტი ყველა სისულელზე აკეთებენ და კიდე გააკეთებენ ნორმალიზაცია. თუმცა უკან არ იხევს, ხო დღეს აი 153 დღეან პროტესტის. რას აკეთებს? მაგრამ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია ივანიშვილს. სახელმწიფო თუ არსებობს, მაშინ დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა არსებობდეს. როცა დიპლომატიურ როცა დემოკრატიულ სახელმწიფოდან ყველა კარი ჩაკეტე და გამოდიხარ და შენ საზოგადოებას ეუბნები, რომ თურმე ვიღაცამ ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყნის ლიდერმა ხელი დაუქმნია და ამაშიც თხური ამასაც რაღაც დამონტაჟებული კადრებით უკაცრავად ტენი არ ჭამთ რა, არ ვართ ის საზოგადოება რომ დავიჯეროთ, რომ ეხლა ყაველაშვილი ტრამპმა იცოდა ხელი დაუქმნია. ან ხელის დაქნევისთვის ეხლა ჩვენი ბიუჯეტი მისთვის იხარჯება და ვიღაცას ხელი დაუქმნიოთ. მადლობა. ეს იყო შაინიძე ჯუმბერი, დიდი მადლობა თქვენ რომ გამხართ თქვენი მოსაზრება. თქვენი მოსაზრება გითხარით მოგესალმებით საღამომშვიდობისა ბათუმელ მედროშეს, რომელსაც ყველა აქციაზე ვხედავდით, ხო ბათუმში, დროშით, საქართველოს დროშით ხელში. საუბარია თემურ ქათამაძეზე, იგივე გაფარი ილმაზზე, რომელსაც დღეს სასამართლომ საბოლოოდ უთხრა უარი, ლტოლვილის სტატუსიც კი მას უახლოეს დღეებში გააძევებენ ქვეყნიდან და ის თავად ამბობს, რომ გაძევების შემთხვევაში თურქეთში მას ელოდება პატიმრობა. თქვენ შეგიძლიათ თქვა სასამართლო სამხედროების შესახებ. პირიქით ჩვენს გვერდში იდგა და დროშით იყო ხელში. რა დააშავა? დროშის ქნება თუ დანაშაულია, მაშინ სხვა რამე რა უნდა იყოს. ან რატო უშვებენ? რა მიზეზი უნახეს? რაღაცა დარღვევები რო ქონოდა, რაღაცა ისეთი უხეში რაღაცა. მოქალაქეობა არ გაქვსო, ბინადრობა არ გაქვსო, სტატუსი არ მიანიჭეს და ამიტომაც აძევებენ. საქართველოში და მოქალაქეობა არ აქვს. დაჟე ბინებით საქმენ მიყიდული. რუსეთის მოქალაქეებს მიანიჭეს, საქართველოს მოქალაქეობა, ვინც ჩამოვიდა, ასეთი არის არ ვახსოვს რაოდენობა, მაგრამ რაოდენობით არაბი გინდა, უზბეკი გინდა, ინდოელი გინდა, ვინ არაა შემოსული და ამ ერთმა კაცმა ამდენი წელია აქანე ცხოვრობს. ამდენ ხან საქმე ვერ გაარჩიეს და ახლა გაურჩიეს საქმე, რადგან რატომ იცი ეს თავრობა ეძებს მიზეზებს, რომ ხალხი დაგვაშინოს. რატომ დასაჯეს ბათუმელი მედროშე, თქვენ რას ფიქრობთ? რატომ მოინდომა ოცნების რეჟიმმა, რომ ის გააძევოს ქვეყნიდან? ეს შურდათ ყველაფერი, რომ ჩვენ გვერდში უცხოელიც დადგა და ყველა დადგა ჩვენთან. ერთად და ჩვენთან სოლიდარობას მიწევდნენ. ალბათ აგი შეშურდნენ და მოგვაშორეს უცხოელი, რომ ხალხმა ათქვას, რომ უცხოელი მოქალაქეც მათ ერთად საქართველოს დროშა. იმდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა ქართველი მუჰაჯირების თავმოყრა, რომელიც ძალიან კარგად საუბრობს ქართულ ენაზე, ჩააბარაკიდება ეს გამოცდები. სხვათა შორის, მაგი როა ნიჭიერი, რა ვიცი მე, შეიძლება აქავრი უნივერსიტეტ დამთავრებული ნიჭიერი არ იყოს ეს კაცი როა. მე მაქიდან ბევრი რამე მესმოდა, ვიყავი მის გვერდში და ყველაფერი ვიცი, ვინ იყო და რა იყო, მაგრამ ძალიან მეწოდება, ძალიან. მადლობა, ეს ლეილა მორთულაძე იყო. გისმენთ კაპიტანი დარეჯან, თქვენ რაც გვეტყვით ამ განწყობილებაზე მოსამართლის. დავინახე, მივედი. ნუ ქართული ერით ვიცანი, მაგრამ კილოთი რო სხვას ელაპარაკებოდა და ვკითხე, ვინ ხარ კილოთი სხვა ხარ და ქართული კარგად იცინი და მეუნება. ქართველი ვარ, ქათამაძე. ოღონ თურქეთში ვცხოვრობ. ძალიან გამეხარდა სხვისი ქვეყნის, ნუ ჩემი ენაზე მოლაპარაკე ადამიანი და ჩემებური აფრიალებს ჩვენს დროშას. დროშა ძალიან დიდი რამეს წარმოადგენს. დროშა არის საქართველოს ყველა ქვეყანას აქვს დროშა. ხო, მაგრამ დროშა არის სიამაყე. და გაუუქმენ დროშა როგორ უნდა გადაუტეხო ადამიანს. ვისი ქვეყნისაც არ იყოს. ეს საუბარია 11 იანვრის აქციაზე, როცა დააკავეს თემურ ქათამაძე. და თემური ამბობს, რომ გადაუტეხეს დროშა დაკავების დროს. მოვედი და ამგენის ახალი ოცნების ახალი გამოშვების კანონზე ვეკითხები. ეშველება მემლექეთს მეთქი? ამ თემურ ქათამაძეს ეკითხებით, ხო? და მეუნება ეშველება. ღმერთით ეშველოს. და ასეთი ადამიანები პირიქით უნდა შემოიკერდლონ, რომ შენი ქვეყანა ასახება. ეს არის ნამდვილი ქართველი. განსხვავებულად თქვენსგან ოცნება, თქვენსგან 16 წუთიან პრეზიდენტს რო დამისვამ თავზე ვერ დამისვა, ისე მოგტები, რომ ჩემს თავზე თქვენ ვერ გაირბენთ. ასე რომ დაანებეთ ამ სულელურ, ყველანაირად უნიჭო ადამიანის მიღება, რომ რაღაცა ზღვარს გადახვედით
შვილებს ნუ შეუკვეცავთ გზას. წინ გაიხედეთ ყავენ შვილები. ამ ყველაფერს დაინახავენ ამ ცის. მიშამ თუ დააშავა, მიშა ზის და დამნახეთი თქვენი დამნაშავე თუ ზის რომელიმე. ხომ გაქვენ იქანე ყავენ ხალხი, რომელსაც აქვენ ძველი საქმეები. თავისი ძმის, თავისი დის გამო გამოსარკვევი. გამოარკვიენ თუ ასეთი კარგი მოსამართლები და იგენი ყავენ? რატომ არ იჭერენ იმგეს? არა, მაგენი უნდა წავიდენ ჩვენ არჩევნები მოგებული. უნდა წავიდენ. წადით, მეტი არაფერს აღარ ვიტყვი მაგენი შესახებ. მადლობა, ასეთი იყო კიდევ ერთი მოქალაქის გზავნილი, რომა, მოდი თქვენი. ეს რა ქვია, თამაზაშვილი დადის კაბინეტში არის თუ იცი? არ ჩანს, არც თომ არ ჩაუტარებია, არ ხოსოს ხსობილი შეიძლება აგერ გამოვიდეს. კარნერი კომენტარი ამ დრომდე მედიასთან ჯერ არც საკითხი არ გავკეთებია. რას აპირებს, როგორ მოულის ამ ბათუმს, რას უგავს ერთი ქუჩა თუ გაზრამი, გაგვასნოს რა ბიუჯეტი დაუტოვა ემან და ქვია წინამორბედმა თორნიკე რიჟვაძე რას აპირებს, როგორ გაგვასნობს, რა შემოსავალია ტამოჟნიედან, გაგვინათოს ერთი ფეხებს რომ ვიკრათ ამ ქუჩებზე, გაგვინათოს ქალაქი, გაგვიწმინდოს ქალაქი, გამოვიდეს რა ვინმე დაარტყამს, თუ დაარტყამს და ესე იგი ეკუთვნის, ხო? მაგრამ მე მგონი აქედან ვინმე არ დალა შეიძლება სირცხვილია კი უთხრათ, სირცხვილია, იმიტომ რომ მე ვიცი მამამის რაცხა აქებენ, მაგრამ მაგი პოლიციელი ყოფილა და ძალიან დასანქცირებული პოლიციელია კი ბატონო. დიდი მადლობა. ძალიან ცუდი რამეებია გაკეთებული. მადლობა კაპიტანჯი. პოლიციის სტრესში, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ცუდი ქალია. მადლობა, ეს კაპიტანი დარეჯანი იყო, ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილე. მოდი რომან დოლაბერიძეს მოусმინოთ. დღეს დილიდან ერთდროულად რამდენიმე სახლში ფონდის დამფუძნებლების და მათი წარმომადგენლების სახლებში დაიწყო ჭხრეკა, ხო? შეიძლება დანუკა ჟორჟოლიანთან. რას უკავშირდება? თქვენ რას უკავშირებთ ოცნების რეჟიმის აი ამ ორი გააქტიურებას? პარალელები რო გავალ, ანუ პუტინის რუსეთშიც ესე ხდებოდა აქტიური საზოგადოების განეიტრალების ცდელობა და ну, принципში გამოუვიდა ეს და ნანუკა ჟორჟოლიანი მათ შორის და სხვები ყოველთანაც იყვნენ შესული, ზუსტად ამის ნიშანია, ანუ ცდილობენ. ან მოლდინი აქვს რომ დააშინებენ ამით რაღაც აქტიურ ადამიანებს და გააჩერებენ. ესეა ზუსტად პუტინის რუსეთშიც ესე იყო, ხოლო ჯერ ძალიან აქტიური ადამიანები შეკვეცეს მაგას, რომ შეზღუდეს შიში ჩანერგეს ამ ადამიანების განეიტრალებით სხვებში და შესაბამისად როდესაც სხვები ანუ ეს ძირითადად უფრო ძლიერად აქტიური მოქალაქეები განეიტრალეს, ანუ სხვა მოქალაქეებშიც აი მასიური შიშის გზნობა იყო უკვე ჩანერგილი და ამას ვამბობ არა просто უბრალოდ ნანახით, არამედ აქ ვისაუბრია რუს დისიდენტებთან და მათი საუბრითაც კი ვიცით, რომ აი როგორ მოხდა. ერთი კოპირება მიდის ამ მოცემულობის თავიდან ბოლომდე, ჯერ ხდება აქტიური საზოგადოების განეიტრალება, შემდეგ ქვემოთ ჩამოვა მეტნაკლებად აქტიური ადამიანების განეიტრალება შეეცდებიან და ბოლოს უკვე დარჩება ადამიანების ჯგუფი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე პასიურ რეჟიმში და ნუ მათგან უკვე არანაირი საფრთხე აღარ შეექმნება დიქტატორულ პრორუსულ რეჟიმს. აი რაც ჩვენთვის აი საქართველოსთვის ევროპული საზოგადოებისთვის თავიდან ბოლომდე არის იქნება კატასტროფა. ხოლო ჩვენ უკვე ამ ზღვარზე ვართ და ამ რეჟიმზე უკვე მივართ, ხო აი მალე უკვე დაწყებულია პროცესი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც მინდა თქვა, ნუ დღეს რუმინეთთან დაკავშირებული საკითხები წამოიწყო სოციალურ ქსელებში. ჩვენ ვიცით, საზოგადოება ვიცით, რომ იქ
საპრეზიდენტო არჩევნები მოხდა დელეგიტიმაციის შემდეგ თავიდან აირჩიეს. შემდეგ ხონუ პრორუსული კანდიდატი ვინც იყო, ხონუ მისგან დაწყებული ამ პრორუსული კანდიდატისგან დაწყებულ კამპანიას, საპროტესტო კამპანიას დღეს უკვე დადასტურებულად გააცხადა იქ რუმინულმა პროკურატურამ, რომ ამ აქციას მართავს რამოდენიმე ასეული ბოტი, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსეთიდან არის ორკესტრირებული. ჩვენთანაც იგივე ხდება დაახლოებით, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ხოლმე საქართველოში ამ პროტესტია, ამ მსგავსი რამე ხდება, ტროლ ბოტები აი მაქსიმალურად არის პროცესში ჩართული, იმისათვის რომ ეს პროტესტი იქნეს გარკვეულწილად როგორღაც განეიტრალებული. Რამეთ აღწევს ახლა მიზანს ივანიშვილის რეჟიმი, როცა ის ცდილობს, რომ აი შეასუსტოს წინააღმდეგობა, პროტესტი, ჩაახშოს და გააჩუმოს ადამიანები. თქვენ რა რიცხვს ხედავთ წინააღმდეგობის მხარეს, რომ მან უკან დაახევინოს ივანიშვილის რეჟიმს. ეს უკვე 153 დღეა, რაც პროტესტი გრძელდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ხომ ვიცოდეთ როგორ მოქმედებს ივანიშვილის რეჟიმი. ერთი მხრივ თავისი ტროლბოტების რესურსი მოქმედებს ონლაინ, მეორე მხრივ აი რუსული მხარდამჭერები ყავს ესე ტროლბოტების გახსნები ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები, რომელიც ანეიტრალებს გარკვეულწილად საზოგადოების აზრს და რაც თავარია, ხონუ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე ზემოდან ახმარს ხოლმე ესე პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც უკვე დაშინება ცდილობს, მასიურად ცდილობს დაშინება საზოგადოებას, მაგრამ აი ჩვენ ყოველთვის ხედავთ იმ მომენტს, როდესაც გარკვეულწილად შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოების აქტიურობა, ევროპული საზოგადოების აქტიურობა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აუცილებლად ამოხერხავს საწყისს და ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ არ ვართ 10,000-ობით და 10,000-ობით, რომელიც გარკვეული პერიოდის უკან ჩვენ ამენი ვიყავით, მე დარწმუნებული ვარ თავიდან ბოლომდე, ისე ფიზიკის კანონების, ისე სიცოცხლის კანონების მიხედვით ეს ადამიანები ადგილზე დაბრუნდებიან საჭირო დროს. და საჭირო დროს უფრო მეტნი ვიქნებით და შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოცემულობას, დღევანდელ დიქტატორულ მოცემულობას თავიდან ბოლომდე უკეთესობისკენ შევწყვეტ. მადლობა, ეს რომან დულობერიძე იყო. თქვენ მოსვენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს არის 153 საღამო ბათუმში, როცა მოქალაქეები ისევ მტკიცედ და ურყავად განან ქუჩაში და გამოხატავენ ძალიან მკაფიოდ მათ სათქმოს, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, ამ წინააღმდეგობის გაჩერებას, მაშინ როცა ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი გააქტიურა უცნების რეჟიმმა, რადგან ძალიან მარტივია წარმოიდგინო, რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას აგრესორი რუსეთის პირისპირ, როცა მასტობ მარტო პარტნიორების და მეგობრების გარეშე და სწორედ ეს გააკეთა ქართულ მოძრაობამ პირდაპირ ჩაკეტა გზა ევროპისკენ და უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ წყვეტთ პრაქტიკულად ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენ გვახსოვს კონკრეტული განცხადება ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის მხრიდან, როცა მან თქვა გასული წლის 28 ნოემბერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების შესახებ პროცესი არის გადავადებული 2028 წლამდე, სწორედ ეს აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი განცხადება და პოზიცია მოქალაქეებისთვის ქვეყანაში და მას შემდეგ ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. მოქალაქეები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის შეწყვეტა და გზის ჩაკეტვა ევროპისკენ არის პრაქტიკულად მიუღებელი და არათუ მიუღებელი, ეს ნიშნავს პრაქტიკულად ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პრობლემას, რადგან შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ ვეღარც იარსებოს როგორც დამოუკიდებელმა სუვერენულმა ქვეყანამ, მაშინ როცა ეს გახდება აგრესორი რუსეთის სამიზნე, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვეყოლება პრაქტიკულად პარტნიორები და მეგობრები, ამ შემთხვევაში მარტივი წარმოსადგენელი რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, თუკი მას არ ექნება მხარდაჭერა დასავლეთიდან. ამიტომაც აქ შეკრებილი მოქალაქეების მკაფიო გზავნილია პირველ რიგში თავისუფლებას ინდესის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ასეთი უკვე არაერთი ადამიანია, მათ შორის ბათუმელი მედროშე, რომელიც ჩვენ საუბრობდნენ ახლახანს ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ თემურ ქართამაძის ქვეყნიდან გაძევება ელოდება უკვე
დღეს უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომ თემურ ქათამაძეს, ანუ ბათუმის აქციების ცნობილ მედროშეს უარი უთხრეს ლტოლვილის სტატუსზეც კი. მოგეხსენებათ, რომ ის არის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი, არის თურქეთის მოქალაქე და არაერთხელ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მას უარი უთხრეს მოქალაქეობაზე. მას არ აქვს არც ბინადრობა. ამის შემდეგ მოითხოვა თემურ ქათამაძემ ლტოლვილის სტატუსი, რადგან ის ამბობს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მას ელოდება უკანონო პატიმრობა, ის გახდება პოლიტიკური პატიმარი ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც მას ჰქონდა გარკვეული გადაკვეთა ფეთულა გიულენის ჯგუფის წევრებთან, ის გარკვეულ მომსახურებას უწევდა გიულენის ჯგუფის წევრებს, საუბარია საადვოკატო და იურიდიული და სათარჯიმნო მომსახურეობა და ამის გამო ის ვარაუდობს და უпростоრად აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც ის ასაბუთებს იმას, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მას ელოდება უკანონო პატიმრობა, თუმცა ეს მტკიცებულებები არ გაიზიარა სასამართლომ, ის კი არა და საიას იურისტი მარიამ გაბროშვილი დღეს ამბობდა ბათუმელებთან, რომ არც კი მიეცა საშუალება თემურ ქათამაძეს ბათუმელ მედროშეს, რომ სასამართლოსთვის წარადგინა ეს მტკიცებულებები და თქვა სასამართლოს მოესმინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ საფრთხის რეალურობას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, თუმცა მოწმების ჩვენებებიც არ მოусმენია სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიღო საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება, რომ თემურ ქათამაძეს არ მიანიჭეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, რაც იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ თემურ ქათამაძე დარჩენილი იყო საქართველოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ეს არ საჩივრდება. ასეთია დღეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის შემთხვევაში. ამიტომაც მოქალაქეების ძალიან მკაფე პოზიციაა, რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს, მათ შორის თავისუფლება ჟურნალის ზია ამაღლობელს, რომელიც ამ დრომდე რჩება პოლიტიკურ და უკანონო პატიმრობაში. ის პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რა თქმა უნდა ამ საპროტესტო აქციების მოთხოვნად რჩება ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ეს მოთხოვნაც ასევე არის უცვლელი ამ საპროტესტო აქციებზე. მოსმენოთ სალომე გურგილაძის, მე ვეცდებ მასთან გასაუბრებას, მასწავლებელი სალომე გურგილაძის ხედავ ეხლა ამ საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ საუბარს, პირდაპირ ეთერში ვარ. სალომე, დღეს დაიწყო შეიძლება ითქვას რეპრესიების ახალი ტალღა, ხო? როცა შევიდნენ ადამიანების საცხოვრებელ სახლებზე, დაიწყეს ჩხრეკები, ეს შეეხება ფონდების წარმომადგენლებს და დამფუძნებლებს, თქვა ნანუკა ჟორჟოლიანს. რას ფიქრობთ, თქვენ რას უკავშირებთ ამ გააქტიურებას, რა არის ოცნების რეჟიმის სამიზნე? ნელ-ნელა უნდა დაავიწროონ ახლა ყოველთვის ბოლომდე კისერში წაგვიჭირონ ახლა დაიწყეს თავიდან. ახლა ნანუკას ფონდებს და სხვებს რომ გამორჩებიან, მე ჩვეულებრივ ხალხზე გადავლენ. მე აქციის მონაწილეებს მორჩებიან, მე იმ ხალხზე გადავლენ, ვინც ახლა სახში თბილად ზის და აი შენ იქ სადღაც ცუდად გაიცინე და შენ იქ რაღაცა მოსალმება არ მოგვეწონა. რატო ფიქრობთ რომ ასე იქნება? როცა ჟანრის კანონია და უბრალოდ ასე ხდება ხოლმე ავტორიტარიზმი როგორ უნდა დამყარდეს ასე ერთბაშად და ასე როგორც ეს ხდება 20-იან წლებში გასული საუკუნის ხამებით ვერ დამყარდება ხო ნელ-ნელა უნდა შეიჭრა სხვადასხვა გოლებს და უფრო გაფართოვდნენ და გაბატონდნენ და ბოლომდე ჩაგვაჭირონ ასე ვთქვათ. სამხატვრო მაინც არ ხდება არაფერი ფაქტორი, ვერ ხედავენ ვერაფერს პრობლემას, ვერაფერში პრობლემას. მაგრამ თუ მოქალაქეების პოზიცია ამგვარია, რომ შეიძლება კი ვხედავთ ამ საფრთხეს, მაგრამ ვერ ვხედავთ თქვათ ლიდერს, ოპოზიციას, ვერ ვხედავთ ძალას, როგორ შეიძლება ჩვენ შევკავშირდეთ თქვათ ისე, რომ ამას კონდეს გავლენა და შედეგი. რა შეგიძლიათ უთხრათ თქვენ ამ ადამიანებს? არ ვიცი, როცა ადამიანს რაღაცა არ მოსწონს და ეს ძალიან არ მოსწონს და ეს აბრაზებს და მასში უკვე სამართლობის გრძნობა იფეთქებს, ასე ვთქვათ, ის აუცილებლად მოძებნის რაღაცა გამოსავალს მინიმუმ გამოვა და ერთი ადამიანი ერთ თავის პროტესტს ხმამაღლა იტყვის და ყველას გააგონებს ხმას ახლა. ის ვისაც არ აბრაზებს, ის ზის შინ შვიდობიანად და ნუ ეხლა რას ვიზამთ ნანუკა, მე ხო არა ვარ ალბათ ამით იმშვიდებს თავს. ანუ მე ეს არ შემეხება ასეთია შემისი განცდა, ხო? ამას ფიქრობენ, რომ ინდულგენციები ნაყიდია, იმის გამო რომ არც უთანაგზობენ ჩვენს მოძრაობებს, არც ქუჩაში გამოდიან და ამით გონიათ რომ უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არ არიან. ჟანრის კანონია, რომ აუცილებლად მათთანაც მივლენ. აუცილებლად მათთან შეეხებათ ეს ყველაფერი. უბრალოდ ეს როცა მოხდება, იქნება უკიდე განოდგუია
სამწუხაროდ ძალიან ან ამ პროცესში თქვენ ხართ სულად უიმედოთ თუ გაქვთ რაიმე შანსი ტოვებთ იმისთვის რომ შეიძლება გადარჩეს დემოკრატიული პროცესი და ქვეყანა საბოლოოდ. ხა ყველა ვარიანტს განვიხილე, ყველა სცენარს განვიხილე, მათ შორის ძალიან კარგსაც და ძალიან ცუდსაც. არ ვიცი, რა გითხრათ, ყველანაირს განვიხილავ მართლა. მოდი თქვათ რა არის საჭირო პირობა იმისთვის რომ გადარჩეს ეს ქვეყანა დღეს? რა შეუძლიათ მოქალაქეებს? ისაც არ შეუძლია 1, 10 და 100 ადამიანს, შეუძლია მილიონ ადამიანს. ანუ რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა როცა აქ იქნება, ყველას როცა რეაქცია იქნება, შეუძლებელია მათ ვერაფერი ვერ შეაკავებს. მაგრამ როგორც ჩანს ადამიანებს მაინც უჭირთ აი რაღაცა თქვა კომფორტის ზონის დატოვება. ხოლმე დასაქმებული ვარ, ჩემი ახლობელი ან ოჯახის წევრი შვილი თუ რა ვიცი დედა ან მამა მუშაობს საჯარო სტრუქტურაში ან ხო ესეთი არგუმენტები ჩვენ გვესმის ხო ჩვენი ახლობლებისგან, მეგობრებისგან, ქუჩაში ადამიანებს რომლებიც შეიძლება რაღაც საფრთხე შეექმნათ მათ ცხოვრება, მათ კომფორტის ზონას, კომფორტ ზონას ჭყალებში. რომლებისთვისაც არ არის ეს ყველაფერი ამხელა საფრთხის შემცველი და პირდაპირ არ უყავს მათ ეკონომიკას, ისინიც არ იკლავენ მაინც და და ის ადამიანებიც, ვისაც რეალურად ეს პროცესები ისე წავიდეს, როგორც თქვა ჩვენს ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს უნდა ძალიან ცუდ შედეგამდე მივლენ, არც ისინი ან რატომ მარიწუხებენ თავს? ან თქვენ ფიქრობთ რომ არის რაღაცა პრობლემა საფრთხის სიღრმე. საფრთხეს ვერ იაზრებს? პრობლემა ის ყველაფერი, რასაც რაზე ჩვენ ვხოცავთ, არის გამოგონილი საფრთხეები. თავრობამ უკეთ იცის, არ ვიცი. ან მე მაინც არ შემეხებიან, ვინც გადის, იმას უთყამენ და ასე შემდეგ. ფიქრობთ რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს პოლიტიკურ ოპოზიციას და მნიშვნელოვანი მათი გააქტიურება და თუ კი მათ ექნება რაღაც კონკრეტული სტრატეგია რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები თუ გამოიკვეთება, ეს გააქტიურებს მოქალაქეებსაც. ეს დღეები, როცა ჩვენ ქუჩაში ვგავართ, იყო შესანიშნავი ასპარეზი ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის და მათი მონაწილეებისთვის. ბათუმში კი ხედავთ ახლა 2-3 თიცე ჩამოსათვლელი ყავს. სხვადასხვა პარტიული პროტესტანტები, ასე ვთქვათ, განარჩენი ვართ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ვართ აქტივისტები და არა ვთქვათ რომელიმე პარტიის სხვადასხვა აფილირებულები, ხო? რა თქმა უნდა აქტიურობდნენ, აქამდეც უნდა ეაქტიურად, ეხლაც უნდა აქტიურობდნენ. შინ და გარეთ 24 საათი, 7 დღე კვირაში არ უნდა ისვენებდნენ და რაღაცაზე მუშაობდნენ. ლესპის. და ბათუმელი მედროშის შესახებ რა შეგიძლიათ თქვა? დღეს მას საბოლოოდ უთხრა უარი სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზეც კი და უახლოეს დღეებში მას გააძევებენ ქვეყნიდან. თუ კი ჩვენს ქვეყანაში გადარჩა დემოკრატია, თუ კი ხალხმა გავიმარჯვეთ, მაშინ არ იქნება პრობლემა, ცოტა ხანში შეიძლება ეს გადაწყვეტილება დარწმუნებულიყო. თუ ყველაფერი ისე მოხდა ცუდი სცენარის მიხედვით, მაშინ ამ ქვეყანაში მედროშის კერა ჩვენი დარჩენის არსსაც ვერ ხედავთ. მადლობა, ეს ალმი გორგელაძე იყო, მასწავლებელი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. კაბოტო დარიკოს ხედავთ ჩიტაძეს, მისი პოზიცია საინტერესო იქნება ასევე მედროშესთან დაკავშირებით. ბათუმელ მედროშეს დღეს საბოლოოდ უთხრა მოსამართლემ უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებელიც კი მას გააძევებენ უახლოეს დღეებში, დღე-დღეზე და ეს გადაწყვეტილება არის უკვე საბოლოო, არ შეჩვენდება ეს გადაწყვეტილება. იყო მოულოდნელი ამგვარი გადაწყვეტილება და რას ნიშნავს თქვენთვის, როცა ბათუმელ მედროშეს უარი უთხრეს ამ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზეც კი? დამარჯობათ. ჩემთვის საკითხი დღეს გახდათმებული და მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. სხვას არაფერს მოველოდი. ამ ხელისუფლებისთვის ყველა პატრიოტი და ყველა ის, ვინც რუსეთის წინააღმდეგ და რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ამ ხელისუფლებისთვის ყველა მისი იმპერია და ჩვენ კი რუსეთია ჩვენი იმპერია, რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ ყველა პატრიოტი, განსაკუთრებით ბატონი თემური, რომელიც აქაურ ქართველებსაც გვედგა გვერდით და იქაურ ქართველებისთვის ხომ ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა თავისი საქმიანობით, თავისი ყველაფრით მისი ცხოვრება ვინც კარგად იცის, ის მიხვდება ყველაფერს და აი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იქაური ქართველებისთვის, აქ მოქალაქეობის მინიჭება იქნება თუ გვერდით დგომა იქნება თუ ყველაფერში და ასეთი ხალხი ნამდვილად რატომ უთხრეს მას უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ლტოლვილის სტატუსსაც უარი უთხრეს მას და აძევებენ ქვეყნიდან? აი იმიტომ რომ არ ყოფილიყო ჩვენს გვერდით. როგორც იქ დაკავებისას უთხრეს წადი და შენს
თურქეთში იქნია დროშაო, ცოტა ახლა ცოტა ისეთი ნათქვამი, მაგრამ მე ასე უთხრობ ზუსტად და ამას მაინც გავაძევებთ ქვეყნიდანო, ესეთი რამ თქვა ირაკლი გებუაძემო, როგორც სიალ ქათამიძე ამის აქტივისტი. ვიცი, გარგამგია, მაგრამ ალბათ თქვა რომ თქვეს. ალბათ იტყოდა, ყველა იტყოდა, იმიტომ რომ როგორც თქვა, ყველა ერთი კარგით არის 60 წელია და ყველა ერთნაირად როგორ აზროვნებს, მე მართლა ვერ ხვდები უბრალოდ. ასე სამშობლო ადამიანს სრულდეს, ქვეყანა ადამიანს სრულდეს. აი სულს ვერ ასე ხედავ დღეს, რომ სამშობლო არ უყვართ, თუ რამე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. უფრო პროპაგანდა ძალიან აუცილებლად ძალიან მუშაობს პროპაგანდა. აი ძალიან მუშაობს პროპაგანდა და ჩვენ მხრიდანაც აი ოპოზიციის დანაშაულიც არის ძალიან დიდი, რომ აი იმათი პროპაგანდა ყველაზე უფრო მეტად მუშაობს, ვიდრე აქეთ ჩვენი ბრძოლა და ჩვენი ქუჩაში დგომა ზოგს უკვე ზოგი ჩვენს გვერდით არის, მაგრამ აქ ვერ გამოდის ფიზიკურად. აი ოპოზიცია რომ გადიოდეს ხალხში, როგორც საჭირო, ოჯახ რომ გადიოდეს და არისდნენ მხოლოდ სტუდიებში, კაბინეტებში, სტუდიიდან და კაბინეტიდან დანახული ქვეყანა ცოტა სხვანაირია და აი ადგილზე რომ მიყვალ მოქალაქეს გაესაუბრები, ოჯახს გაესაუბრები და არა რომ ისევ სოფელში მიყვალ, ხალხი ერთდროულად მოვა, რაღაცა სიტყვი ეს შეხვედრა ნამდვილად არ არის. აი ყოველ დღე ანუ და იაქტუროს ოპოზიციამდე ყოველდღურად შეხვდეს მოქალაქეებს ყველგან. აუცილებელია. ამის გარშე არაფერი არ გამოვა. აუცილებლად უნდა იაქტუროს ოპოზიცია. რატომ არ აკეთებს ამას ოპოზიცია თქვენი აზრით? ან რატომ ვერ ახერხებს ის თქვა შექმნეს რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი და ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომ დაახევინოს უკან ივანიშვილს? არა, ივანიშვილი ისეც დაიხევს უკან, მაგაში დარწმუნებული ორი. რატომ ხარ დარწმუნებული? საერთაშორისო წნეხი და საერთაშორისო ეშინია მაგას თავისი ფულის გარდა არავინ ასე მგონია მაგას თავისი ფულის გარდა ოჯახის წევრებიც კი არ ახსოვს და როცა ადამიანი მხოლოდ ფულის მონა არის იმას ის ყველაზე მეტად ფიქრობს თავისი ფულის დაცვაზე და სადაც აგერ აქ სანქციები, ამერიკის სანქციებია, აგერ ბრიტანეთის სანქციებზე მუშაობს და უშუალოდ მას რომ შეეხება აი მისი ფულის დაკარგვის ეშინია მას და იგი აუცილებლად დაიხევს უკან. მხოლოდ ამიტომ ვფიქრობ, რომ აი საერთაშორისო წნეხით და მისი ფულის მხოლოდ ფულის შიშით ოჯახი არ ვიცი ახლა მე რატომღაც მგონია მხოლოდ მაგისთვის ყველაზე მთავარი ფულია და როცა ადამიანი ფულის მონა არის ყველაფერია წამსვლელი. ხო, მაგრამ სანქციები ყველაპარაკი არ დიხანია, ხო? ამის მიუხედავად მაინც არ გადაუდგამს მას რაღაც, უკან არ დაუხევია. ჯერ პირადად ძალიან არ შეეხება და იქ სადაც შეეხო არის ხო რაღაცა მომენტები, რაღაცები არის ხო, მასაც შეეხო, პირადად ხომ შეეხო არის რაღაცები, ფულთან დაკავშირებითაც აი როგორ განიცდის და როგორ ეწვის ასე რომ თქვათ და როცა დიდი სანქციები მოვა აი მაშინ უკვე უფრო შეშინებული გლონი მხეცი რომ რაღაცებს ყველანაირად ეცდება რომ აი მისი მსხვერპლი შეჭამოს და ის მაინც რაღაცა აი ისეთ დღეში ჩავარდება და მაინც ამიტომ შეშინებული და გაბრაზებული ადამიანი უკვე ვეღარ აზროვნებს რა უნდა გააკეთოს და ამიტომ დარწმუნებული ვარ სანქციები როგორც სხვებზე მოქმედებს და ვითომ არ ტკდებიან და ვითომ ისე მედგრად არიან იმიტომ რომ მათი ბატონის იმედი აქვს და როცა ბატონს პრობლემა შეექმნება და ის ვეღარ დააფინანსებს აი მაშინ უკვე შიგნით ცოტა ბზარი დაწყებულია მაგრამ მაშინ უკვე გასკდება გურთით მე რატომღაც ასე მგონია და არ ვიცი დიდი მადლობა ეს იყო დარიკო ჩიტაძე მოქალაქე რომელსაც თქვენ ახლა უსმენდით და მოდი ბატონ ზურაბს მოусმენთ ასევე ჭავჭანიძეს ბათუმის აქციების მედროშეს სამი დროშით ჩდება ბატონ ზურაბი ყველა აქციაზე საქართველოს ისტორიული დროშით ევროკავშირის დროშით და საქართველოს დღევანდელი დროშით მე მინდა გითხოთ კიდევ ერთი მედროშის შესახებ ზურაბა თემურ ქათამაძის შესახებ უკაცრავად რომელსაც დღეს საბოლოოდ უთხრეს სასამართლო უარი ტოლვილის სტატუსზეც კი მას დღე-დღეზე უახლოს პერიოდში გააძევებენ ქვეყნიდან როგორც თავად ამბობს ელოდება პოლიტიკური პატიმრობა უკანონო პატიმრობა თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში რა სიტყოდით თქვენ
დავსვეტყოდი, აღთქმა არა გვაქვს ჩვენ სწორი, იმიტომ რომ ვიძახით რომ ეგრეთ წოდებული მთავრობა, თუნდაც სუდი მთავრობა, ხო? არ არის ეს მთავრობა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება, სათავეში მოსულია ბანდფორმირება, უზურპატორები, ყაჩაღები, მკვლელები არიან ესენი და ასე უნდა აღვიქვათ აბსოლუტურად ყველა მაგათი საქციელი. ახლა უბრალოდ თამაშობენ თავრობანას თუ არა სინამდვილეში არიან ბანდა და რომელი ბანდიც მოეკითხება ჯგვა ან ნორმალური საქციელი ვინმეს არ მოეკითხება. არ არის პირიქით უკვე ისეთი საქციელებზე გადავიდნენ და ისეთი დაკანონებაზე გადავიდნენ რომ ადამიანის მხოლოდ გადარეული ტვინიდან თუ დაესიზმება ასეთი რამეები რა არ შეიძლება რა გამოსავალი არსებობს ამ დროს შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქე ახლა ჩემი აღთქმით ხო აუცილებლად სიბრძნე არსებობს ზღვა ყოვზით დაშრაო ხო და ასე სათითაულოდ ყოველი ადამიანმა ყოველი მთელი მსოფლიოს უნდა გავაგებიოთ მივიტანოთ ვინამდე რომ საქართველო არის ფაქტიურად შვიდობის ყველაზე საზღვარზე დგას უზურპატორების და ცივილიზებული სამყაროს შორის საქართველოს დაკარგვა ნიშნავს ძალიან დიდი ყოველთვის ასე იყო. როდესაც საქართველო იყო ჭირვარამში, მაშინ იყო მსოფლიოს დიდი გადატრიალება და უნდა მივიტანოთ ყველა მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების ტვინამდე რომ აუცილებლად მისახედია საქართველო და აუცილებლად 15 წუთიანი ძალიან ვიყავი რომ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ელაპარაკა ბიძინას და იმასაც გიც მეტყველებს იმაზე რომ ბიძინა ასეთ კანონებს აღებიებს იმისთვის რომ აგონიაშია და მე მგონია ხო ჩემი აზრით ახლა რამდენი ადამიანია აგონიაშია რა თქმა უნდა მაგრამ რატომ რა აჩვენებს ამას თქვენთვის ისე პირიქით ცდილობს რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება მიღება ასეთი იმის დამყარება რეჟიმის დამყარება არის ნაკარნახები მოსკოვიდან რუსეთის კანონებს ატარებს და რუსეთს ყავს ხელში წაწერილი ბიძინა და ცდილობს როგორმე ყველას დაანახოს თუნდაც ამ რაცხა პრეზიდენტი როგორ უთხრა ამ მართლა რა ვიცი ადამიანი როგორ თქვა და იმი თითქოს და ამყარებს და ამერიკის პრეზიდენტთან და იმის გასაღება რომ ვინმეს რამეთა არ ეპიტნავება ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მობიწია მაინც ამ სიტყვების თქვა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ვითომ რა პრეზიდენტი ეს და არ შეიძლება იმიტომ რომ უნდა მოკიდონ უნდა მოეგონ გონზე და 15 წუთიანი სპეცოპერაცია მოკიდონ ამ ბიძინას ხელი და გაიყვანონ ამ 9 მილიარდია თუ 6 მილიარდს გადავაყოლებ საქართველოს რა ჩვენ შეგვიძლია თქვა ამ დროს მოქალაქეებმა ადამიანებმა რა უნდა გავაკეთოს საზოგადოებამ უნდა ვიდგეთ აქ ყოველდღიურად რომ დავანახოთ დემოკრატიული სამყაროს რომ საქართველო დგას ცივილიზაციის მხარეზე. ყოველდღიურად ყოველი ადამიანის გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი უცხოელი დამკვირვებლებისთვის და უნდა მივიტანოთ იმამდე რომ მე მგონია ხო რომ მოლაპარაკებ ბიძინას რომ იცენ გარანტია მისი ქონება და მისი სიცოცხლე იქნება დაცული აუცილებლად წავა და ბიძინას წასული დაიშლება ეს ხოხოლა რა ხოხოლა კი არა მონის მონები არის. აქ რა დავარწმუნებთ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში რომ მას ჰქონდეთ რაღაცა მოლაპარაკება ივანიშვილთან. ხო გარდებით უზრუნველყოფა. ჩემი აზრით ასეა. ივანიშვილის გარეშე მარტივად ჩამოიშლება უცნობა ჩემი გათვლა ასეთი. ჩემი გათვლა ზუსტად მასია რა. კიდევ ამბობ რა ნებისმიერი აგრესია იწვევს უკვე აგრესიას 10 მაქს. ჩვენ რო ახლა აგრესია გამოვხატოთ
ბევრად უფრო საშინელი მდგომარეობაში ჩაგვაგდებენ. იმიტომ რომ რა ვიცი, გენერალიც იყო გამოსული, კავშირებიც გვაქვს, თუნდაც ცხინვალთან უკვე მზად არიან რუსული ძალე, აქ არიან ფიზიკურად, აი რუსული KGB-ს და ანუ რუსეთია პრაქტიკულად შემოსული ქვეყანაში. და უკვე აქ არიან და უკვე აქიდან კარდახობენ ყველაფერს და ამათი კლანჭებიდან ამ ბიზნესს გამოგლეჯვა და მისთვის მიცემა ნორმალური პირობების გამოიწვევს ამ დიქტატორის ჩამოშლას მთლიანად. დიდი მადლობა, ეს ზურაბ ჭავჭანიძე იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მას გულზეც ახლა გაკრული აქვს ეს გზავნილება საქართველოს ისტორიულ დროშაზე, დაიბრუნე ხმა არ დათმო, ჩვენ მოვიგებთ ომს. ასეთი გზავნილები აქვს ბატონ ზურაბს, კიდევ ერთ მედროშეს და ძალიან ცნობილ მედროშეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე. რამდენიმე მედროშე ყავს ბათუმის აქციას. მათ შორის ზურაბ ჭავჭანიძე, თემურ ქათამაძე, რომელიც ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და რომელსაც დღეს საბოლოოდ უარი უთხრა სასამართლომ ტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც კი და ასევე რუსთავარ შალომიძე, რომელიც ბოლო დღეებში ასე აქტიურად დაფრიალებს საქართველოს დროშას და ისიც ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა განსაკუთრებით ბოლო დღეებში. მას შემდეგ რაც პოლიტიკური და სინდისის პარტნიორების რაოდენობა მიმატა და მას შემდეგ რაც ჟურნალისტიც კი აღმოჩნდა კისოსებს მიღმა, ზიამ აღლებელზეა საუბარი, რომელიც რჩება უკანონო პარტნიორობაში. სწორედ გუშინ განიხილა სასამართლომ მორიგის ხომაზე მისთვის პარტნიორობის შეცვლის საკითხი, მაგრამ მოსამართლე მისის პარტნიორობაში დატოვა, თუმცა ეს გაწყვეტილებაც იყო უკანონო, საუბრობდა ამის შესახებ მაიამ წარიაშვილი, რომელიც იცავს მზიამ აღლებელის ინტერესებს. ის ამბობდა იმაზე, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პარტნიორობის ვადა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი, როგორც უნდა დასაბუთდეს პარტნიორობა, მაგრამ აი ამ მიდგომის მიუხედავად, რასაც ამბობს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დაასაბუთა სასამართლომ, რატომ უნდა რჩებოდეს მზიამ აღლობელი პარტნიორობაში, უკანონო პარტნიორობაში, რადგანაც ბრალდება, რომელიც მას წარუდგინა პროკურატურა ემყარება მხოლოდ გაყალბებულ მტკიცებულებებს და ბრალდება, რომ სილის გაწვნა არის სასამართლოს დანაშაული, არის ლოგიკას და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, როგორც ამას უფლებადამცველები განმარტავენ, რადგანაც სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ როგორც თავდასხმა და სისხლის სამართლის დანაშაული, მაქსიმუმ შეიძლება ეს იყოს აღქმული როგორც პოლიციელის შეურაცხყოფა და დაისაჯოს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, ასე განმარტავენ ამას იურისტები. თუმცა მზიამ აღლობელი რჩება პარტნიორობაში, უკანონო პარტნიორობაში და მას ბრალის ადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. გუშინ სასამართლოს შენობა მისცა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა, ასევე გუშინ უნდა მიეცა ჩვენება ირაკლი გებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროს, რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს ამ საქმეზე, ანუ პროკურატურის მტკიცებით იმის გამო, რომ მას მზიამ აღლობელმა სილა გააწნა, მან ტკივილი განიცადა და არის დაზარალებული ამ საქმეში. თუმცა ირაკლი გებუაძის ჩვენების მიცემა ვეღარ მოხერხდა, რადგანაც გრიგოლ ბესელიას დაკითხვა თითქმის 5 საათს გაგრძელდა და შემდეგ პროცესზე სავარაუდოდ 8 მაისის სასამართლოს ხომაზე მოუსმენენ უკვე ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ მოვისმენთ არაფრად მზიამ აღლობელის, არამედ არაერთი სხვა აქციის მონაწილეების პოზიციები და ისინი ადანაშაულებენ ირაკლი გებუაძეს არაადამიანურ მოპყრობაში, თუმცა ამის მიუხედავად დღემდე ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი გებუაძეა და იმის მიუხედავად რომ დაწყებულია გამოძიება სავარაუდოდ ირაკლი გებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ირაკლი გებუაძეს არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ისე გრძელდება ამ საქმის გამოძიება და გამოძიება ვერც იმას ვერ ამბობს, თუ რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება, ან რატომ არ ისჯება როგორც ირაკლი გებუაძე, ასევე რომელიმე სხვა პოლიციელი, ჩვენ ნახეთ არაერთი შემთხვევა თუ როგორ ძალადობენ პოლიციელები, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, როგორ ასახიჩრებენ, ძალადობენ, სცემენ და აწამებენ ისინი აქციის მონაწილეებს, ჩვენ ამის სამსახველი კადრები პირდაპირ ეთერშიც კი ვნახეთ, მაგრამ ამის მიუხედავად დღემდე
არც ერთი სამართალ დამცველი მთელი ამ თვეების განმავლობაში, როცა ჩაკეტა პირდაპირ ევროპისკენ მივალი გზა ქართულმა უცნებამ საქართველოსთვის და საქართველო არის გამოსული საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ქალაქებში, არა მარტო ბათუმში და თბილისში, არამედ ყველა რეგიონში დღეს ისმის პროტესტის ხმა და ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის შემთხვევა პოლიციელების მხრიდან. ამის მიუხედავად არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა და მათ შორის არ დასჯილა არც ირაკლი გებუაძე, რომელსაც არაადმინ მოპყრობაში ამხელენ აქციის მონაწილეები. მათ შორის ზიამაღლობელი ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას ირაკლი გებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე არაძებდნენ მას პოლიციელები სასმელი წყლის დალევის საშუალებას და ტუალეტის სარგებლობის უფლებაც კი არ მისცეს. ხოლო ასევე 11 იანვრის აქციაზე დაკავებული მალხაზ ირემაძე ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი გებუაძემ კედელზე მიარტყმევინა თავი, ხოლო თემურ ქათამაძე, რომელსაც ყველა იცნობს როგორც ბათუმელი მედროშე, ის ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი გებუაძემ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და 10 სხვა პოლიციელთან ერთად იძალა და ასეთი იყო ბათუმელი მედროშის ერთ-ერთი წერილი ციხიდან, რომელიც მან გამოუგზავნა ბათუმელებს და აღწერილი იყო ირაკლი გებუაძის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ, თუმცა ამ შემთხვევების შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიების სამსახური. ეს არის ის სახელმწიფო უწყება, რომელიც უნდა იძიებდეს სამართალმცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე არათუ შედეგი არ დადგა, არამედ დაზარალებული სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ იგივე მზიამაღლობელისათვის, რომელსაც ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა საქმის მასალებზე და არც კი შეჩერებია ირაკლი გებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ჩადარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ამის ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს და იმისთვის, რომ მიუკერძოებელი იყოს გამოძიება, ამისთვის მას გავლენა არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული თანამდებობის პირებს, რომელსაც აქვს ინტერესი ამ საქმის მიმართ. მოიხსენებათ, ინტერესი ბუნებრივად აქვს ირაკლი გებუაძეს ამ საქმის მიმართ, რადგანაც ის მას ამხელენ, მას ადანაშაულებენ კონკრეტული პირები დანაშაულის ჩადენაში, არაადმენ მოპყრობაში და ამ დროს მას თანამდებობრივად აქვს გავლენა, რომ შეიძლება ჰქონდეს გავლენა ამ პროცესზე, ხო? ის არის ბათუმის პოლიციის უფროსი ამ დრომდე. თუმცა არაფერი შეცვლილი ამ დრომდე და არაფერი არ დაუდგენია არც გამოძიებას, არ დასჯილა არც ერთი პოლიციელი და მათ შორის არც ირაკლი გებუაძე არ დასჯილა. ის როგორც დაზარალებული მისცემს ჩვენებას სავარაუდოდ 8 მაისის სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ხოლო ჩვენ ვნახეთ პოლიციელების ჩვენებები როგორია, ადვოკატებმა არაერთი პოლიციელი და თითქმის სრული შემადგენლობა პოლიციელების ამხილეს სიცრუეში და ის რომ პოლიციელებმა იცრუეს და ისინი ტყუილს ამბობენ სასამართლოში, ამის არაერთი ვიდეო მტკიცებულება არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეოები, მათ შორის ბათუმელების Facebook-ის ან YouTube-ის გვერდზე, მაგალითად როცა ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსის ერთი მოადგილე ამბობს, რომ მზიამაღლობელი დააკავეს სტიკერის გააკრვის გამო, იმის გამო რომ მაშინ გასაკვეთია სამისოს ღობეზე გააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს და ეს ჩანს კიდევაც ვიდეო კადრებში, რომ მართლაც ამის გამო დააკავეს მზიამაღლობელი და ეს თქვა კიდევაც პოლიციელმა სასამართლოში, ხოლო მეორე მოადგილემ, იგივე ირაკლი გებუაძის მეორე მოადგილემ გოჩავანაძემ თქვა, რომ მზიამაღლობელი დააკავეს არა სტიკერის გააკრვის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გრიგოლ ბესელიამ გუშინ ასევე თქვა, რომ თითქოს ოქმი იყოს შედგენილი იმის გამო, რომ მზიამაღლებელმა გააკრა სტიკერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს, თუმცა ასეთი ოქმი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ასეთი რამ თქვა გუშინ გრიგოლ ბესელიამ, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, ანუ მანაც თქვა ტყუილი, კიდევ ერთი ტყუილი, რაც უკვე ძალიან სისტემატური ხასიათისაა განსაკუთრებით მზიამაღლობელი საქმეში, თუმცა ეს არ უყურეს ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, ასე პოლიციელები სიცრუეს ამბობენ სასამართლოში, მაშინ როცა განსაკუთრებულად კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს მათი მხრიდან ის რომ ამბობდნენ სიმართლეს და ხელს უწყობდნენ მართლმსაჯულებას სიმართლის დადგენაში. პირიქით ისინი ამბობენ ტყუილს და ამ ტყუილს შემდეგ ეყრდნობა სასამართლოში შემთხვევაში ისე რომ მოსამართლე არც არის დაინტერესებული ობიექტური მტკიცებულებების გამორკვევით, მაგალითად იგივე მზიამაღლობელი საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი ამორიცხა საერთოდ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა და მტკიცებულებების გარეშე დატოვა პრაქტიკულად მან მზიამაღლობელი, იმისთვის რომ მას არ ჰქონდეს საშუალება რომ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე სასამართლოში, პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა სასამართლომ მზიამაღლობელი ასეთია მზიამაღლობელის ადვოკატების შეფასება ამ საქმეში. მოდი კიდევ ერთ მოქალაქეს მოусმინოთ ჩვენი ლაივის დასასრულს, ზურაბ ირემაძეს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, თქვენთვის რას ნიშნავს დღეს მიღებული
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, როცა თემურ ქათამაძეს ერთ-ერთ უკანონო პარტიამ, ეს სინდისის პარტიამ საქართველოში ქართველი მუჰაჯირების თავმოყრალს და ბათუმის აქციების მედროშე ცნობილ კაცს სასამართლომ უთხრა უარი ტოლვილის სტატუსზეც კი და მას გააძევებენ დღე-დღეზე ქვეყნიდან. მე მინდა უთხრა პირადად საზოგადოებას, მთავრობას არ შეიძლება ესაუბრო. საზოგადოებას უნდა ესაუბრო. უნდა შევიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ და საზოგადოება უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ. ეს ხელისუფლება არანაირად არც რუსეთის მიმართულებით, არც უნდა თურქეთის მიმართულებით საქართველოს ერთიანობას დაინტერესებული არ არის. ნებისმიერი პატარა წერტილი რო იყოს, ნებისმიერი პატარა იმედი რო იყოს, ისიც არ უნდა ჩაგვიყო. როგორ შეიძლება კაცი თურქეთში დაბადილი, გაზრდილი და ქართულად აზროვნებს, ქართულად მეტყველებს, ქართულად გესაუბრება და ამავე დროს შენ იმას მოქალაქეობაზე ვარსუჩი, ქართველი ხალი მოყავს ვარსუჩი და ამავე დროს იქორწინებადაც უარი უთხრეს ასევე, რაც არის პატიმრის უფლება ასევე, რომ ამით ესარგებლა. რის გამო? იმის გამო, რომ დროშა აწია ქართულის და ქართულ დროშას აფრიალებს. ამის გამო დასაჯეს თემურ ქათამაძე. თემურ ქათამაძე მაგის გამო დაისახა. რომ უსამართლობას დაუპირისპირდა. ოცნების არგუმენტია, რომ მას არ აქვს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა, არც ბინადრობა არ აქვს. ეხლა უკვე ტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა, მას შემდეგ გასაკვეთეს ამის და ამიტომაც ვაძევებს ქვეყნიდან, რომ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ის დარჩეს ამ ქვეყანაში. ეროვნულობა ხო გააჩნია. მოქალაქეობა შენ სახელმწიფოს როგორიცი აზროვნებას და შენ სახელმწიფოს პატრიოტიზმზე დამოკიდებული. ადამიანს ეროვნულობა ხო გააჩნია. ადამიანს პატრიოტიზმი ხო გააჩნია. საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული ხო გააჩნია. ეს ყველაფერი თემურ ქათამაძეში მე დავინახე. ეს კაცი არის როგორც სული და გული შეყვარებული საკუთარ ქვეყანას, საქართველოს შეყვარებული ადამიანი, ქართულ ხალხზე შეყვარებული ადამიანი და როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი შეგაწირო რაღაც პოლიტიკური мотиваცია. თუ შენ საქართველოსზე შეყვარებული ადამიანი ხარ, თუ შენ საქართველოს გიყვარს და ასე როცა ქართველობა ამბობს, რომ ის პატივსცემის ტრადიციებს ხვდებიან სხვადასხვა აქ რაღაც გარკვეულ დიასპორის წარმომადგენლებს კიდეც თურქეთში და ამბობს, რომ ხაიჩოთის ტრადიციები ქართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ხო? ეგ როგორ შეიძლება გავიგოთ ეს ესეთი დამოკიდებულება? ქართული ოცნება რას ამბობს? ეს უკვე აღარ არის საინტერესო. რატო იცი? ქართული ოცნება ამბობს ძალიან ბევრ სისულელეს, ქართული ოცნება ამბობს ძალიან ბევრ წყვილს. მაგრამ ის ხელ შეეძალა ხომ ის აძევებს ქვეყნიდან თემურ ქათამაძეს, რომელიც გახდება მხოლოდ პოლიტიკური პარტია თურქეთში. იმის გამო ამბობს წყვილებს, რომ როგორმე გადალახოს ნებისმიერი არჩევნები, მით უმეტეს ახლა სამიზნით აქვს თვითმმართველობის არჩევნები და ნებისმიერმა ქართველმა ეს უნდა გაიაზროს, თუნდაც ოცნების მომხრეობა, იმანაც უნდა გაიაზროს, რომ ამ არჩევნებში ოცნების დამარცხება კარგია და რატო? თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ თუნდაც. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიანად ძალაუფლება ხელში არ უნდა ქონდეს ერთ პარტიას ხელში აღებულიყო. თვითმმართველობის არჩევნების დამარცხება ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ან თქვენ ამბობთ რომ უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა ამ არჩევნებში? ოპოზიცია მიიღებს თუ არა ერთ საკეთემაა, მაგრამ საზოგადოებას გულისხმობს და ოცნების მომხრეებს გულისხმობს. ახლა ოცნების მომხრეები ხო ოპოზიციას არ დაუდგება გვერდში, მაგრამ ყურე თვითმმართველობის არჩევნებში უნდა დაუდგეს გვერდში. საპარლამენტოში არ დაუდგება, მაგრამ თვითმმართველობაში დაუდგება გვერდში და საზოგადოებას უნდა გააცნობიეროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რომ მე რო გვერდში დაუდგებ, კი ოცნების მომხრე ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე როგერში დაუდგება, ამით ხელისუფლებაში ვერ მოდის ოპოზიცია. მიხდი, მე სულომ არ მომწონს მაგალითად თქვა სიტყვაზე რომელიმე პარტია, არ დავასახელებ ახლა პარტიას, არ მინდა რომელიმე სულივატნო, არ მომწონს თქვა რომელიმე პარტია იმას რომ გვერდში დაუდგია, ამით ხელისუფლებაში არ მოვა. მიხდი, საპარლამენტო არჩევნები არ არის, ხო? ამიტომ საზოგადოება უნდა გაიაზროს ეს რომ ოპოზიციის გვერდში დგომა ამ ეტაპისთვის თვითმმართველობის არჩევნების არის მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლებას არ იქნება თლიანად ძალაუფლება ხელში აღებული, ხელისუფლება არ იქნება საზოგადოებაზე გველოშაპით მომხდარი თავზე და რა თქმა უნდა საზოგადოება სულს ამოვითხოვს. თუ გამიგეს, ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში აუცილებელია. მე ეს კარგად დავინახე. მე არასოდეს ხელისუფლების ხარეს აღარ ვიქნები. თუნდაც შეიცვალოს ხელისუფლება, ხო? მაინც ოპოზიცია ჩავდე. რატო იცი საქართველოში მე ეს ფაქტი დავინახე რომ ოპოზიციაში ყოფნა უფრო უკეთესია ხალხისთვის. რატო? რას უფრო მეტად დაწოლი ხარ ხელისუფლებას, მით უფრო მეტად ხელისუფლებას საქმეს აკეთებს. თუ ხელისუფლებას არ დააწვევი, საქმეს არ აკეთებს. აქვს დღეს ოპოზიციას ამის რესურსი, თქვათ, რომ მან შეიმუშაოს გარკვეული სტრატეგია იგივე ამ წინააღმდეგობისთვის და რა ფუნქციაც აქვს ოპოზიციას, ეს შეასრულოს პრაქტიკულად. იმიტომ რომ დღემდე საყუდრობენ ოპოზიციას, რომ ის ვერ ასრულებს აი ამ როლს და ვერ ქმნის პოლიტიკური დღის წესრიგს ქვეყანაში. ვერ ახევინებს უკან პრაქტიკულად ივანიშვილს. თქვენ როგორ ხედავთ, ისი რესურსი აქვს ოპოზიციას? მე მაგალითად შემთხვევით. მე მაგალითად ველოდები, როგორც დათმობას, მე პუტკა ვერ გავეხატე. ველოდები დათმობას.
ძალიან ბევრ რაღაცას მე პირადად ოპოზიციას დავუდგენია ისეთ რაღაცებს რომ მათაც გავუკვირდება. რატო ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ კი არა ხელისუფლებაში მოსვლა დიპლომის არა. უბრალოდ ხართ მოქალაქე, არც პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენთ. არც პარტიას არ წარმოადგენთ, უბრალოდ დიპლომის არა. რომელ თანამდებობაზე საუბარი, საჯაროდ ვაცხადებ, ვაღიარებ დიპლომის არა. რა თანამდებობა ის თანამდებობა? არავით არის ინტერესი არ მაქვს თანამდებობის. მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ხელისუფლება თუნდაც ამარჩენებს დამარცხდეს, რატო? იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ უნდა მოაიდოს გველოშაპის საზოგადოებას თავზე და ვერ უნდა მართოს თავის ჭკუაზე. საქმე გაკეთდეს ამ ქვეყანაში, ხო გამიგე? საქმე მანამ არ გაკეთდება, სანამ ხელისუფლება საზოგადოების მიერ არ იქნება მართული. ხელისუფლება კი არ უნდა მართავდეს საზოგადოებას. პერიკი საზოგადოება უნდა მართავდეს ხელისუფლებას. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატია შექმნა და თუ ხელისუფლება მართავს საზოგადოებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დიქტატურა. თუ საზოგადოება მართავს ხელისუფლებას, ეს ოპოზიცია რატომ ვერ ახერხებს ამას თქვენი აზრით, რომ ეს ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ოპოზიციას რო გამიგე, როგორ თემა ის ძალიან დიდ ნაწილს თავია გატეხილი და პოლიტიკურად და სახელი გატეხած ხო გამიგე თავის გატეხაჯობია. აქეთა გამომდინარე ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამით ოპოზიციას აძლიერებს, იცით? რაც უფრო ახალი სახეები გამოჩნდება, ამით უფრო ოპოზიცია ძლიერდება, იცით? მე მაგალითად ძალიან დიდი როლი შევიტანა ოპოზიციის გაძლიერებაში. რატო? იმიტომ რომ სხვაგვარად ქვეყანა ვერ წავა წინ. მე ესე ვხედავ. ვინც არ უნდა მოვიდეს კიდევ მეორე. რომელი პარტიის ხარდამჭერის არ უნდა ვიყო მე პირადად ზურაბინემაც მაგალითად და ვარ იგივე მოქალაქე, მაგრამ რომელი პარტიის თუნდაც არჩევნებში მამისი ნებისმიერ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. მოვიდა სათავეში, ჩემი ხმის მიცემით მოვიდა სათავეში. მე იმ პარტიის ოპოზიციაში ვინმე მაინც. ეს დავინახე რატო? იმიტომ რომ საქართველოში არა მართლა ხელისუფლების გვერდში დგომა. 12 წელიწადი ქართული ოცნების გვერდში ვიყავი და ნანო რაღაცებს ნანო. რატო? იმიტომ რომ გავატარე ბევრ რაღაცაში გავაправე ხელისუფლება. ეს ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა, მაგრამ ხალხის სასარგებლოდ არ იმუშავა. ამიტომ ოპოზიციონერობა აუცილებელია ქვეყანაში. რატო? იმიტომ რომ ხალხი დიშება მოგებული და არა თავრობა. დიდი მადლობა. ეს იყო ზურაბ ირემაძე, მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენდით ბათუმელობის პირდაპირ ეთერში. ასეთია დღეს ბათუმის საპროტესტო აქციის გზავნილები, აქ შეკრებილი მოქალაქეების გზავნილები. დღესაც წინააღმდეგობის ამ საპროტესტო აქციების 153 საღამოს მოქალაქეები შეიკრიბნენ ისევ კარგ სული შეკრების ადგილას საჭირის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ამ დრომდე რჩებიან სწორედ აქ. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ასეთ იყო პროტესტის 153 საღამო ბათუმში. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის. მითხრათ.